ფერბით. აუზადა ტერმინალში რა წაიდო დაგენერირდება, მე ეგ ფოლდერი რო გავხსნათ ტერმინალიდან მე რას წერთ. რაღაცას და მაგ ფოლდერის სახლის მე ხო? მოიცა როგორ? Angular-ის ფოლდერი გავაგენერიროთ? არა, ხო ეს engine-ი დავანეგენერირე, ეხლა რო გავხსნა, ანუ როგორ წერდი? code და მე Angular-ის ისა ფოლდერი. code ხო? ხო. კი ბატონო. და იდეას ჩვენ შეგვიძლია დავუწევთ ნახეთ ესეთი რაღაცა. skip test-ი ესეთი ფლაგი. და კომპონენტის დაგენერირების შემთხვევაში უпростоრად Angular-ის ფოლდერის დაგენერირების შემთხვევაში ტესტების ფაილი არ შეგვექმნება. აი ტესტების ფაილი რომელია მაგას განახეთ. უпростоრად ჯერ ვერ განახდა. გავუშვი. სკოპზე გადმო. ეხლა მაგ ფლაგის გარეშე შევქმნი. და მე განახდა. ის რაღაცა ინფუტების დავალება რო გვაქვს ჩერის Angular-ით უნდა გავაკეთოთ? მოიცა ვნახავ. Angular-ზე რომ მოგეცით ბოლო დავალება? არ ვიცი. მეგონი ბოლოს რაღაც დავალება. ფორები და რაღაცეები, ხო? ბევრი დავალება რო იყო ერთიანად. იცი რომელზე იძახი ის inputs რო უნდა შეიცვალოს type-ი მგონი მაგაზე იძახი ხო? ხო. კი, ბოლო დავალება. სუბოლო. კი. Angular-ით უნდა გავაკეთოთ. ეს ვერ გავიგე, ახლა ინსტალაციას რატო ვაკეთებთ? Angular-ის ფოლდერი რო შეიქმნას და მე ამ ფოლდერში რო ვიმუშაოთ. ანუ ჩვენ ახლა ესე უბრალოდ HTML-ის ფაილს ვეღარ შევქმნით და CSS-ის ფაილს ფოლდერში და მე იმაში ვერ დავწერთ, უნდა დავაგენერიროთ Angular-ის ფოლდერი. და ეს წინა გაკვეთილზე ხო გავაკეთეთ, ანუ ფაილი ხომ აქვს მე და ხო შემიძლია იმაში რომ ვიმუშაო? კი ბატონო, შეგიძლია წაშალო მან ყველაფერი რაც არის იქიდან გააგრძელო. ხო, მე ვიმარტივებ ყველაფერს. არა, პრობლემა. უბრალოდ იცი რა არის, მე შეიძლება დაგავიწყდეს. ანუ ერთ ფოლდერში რომ იმუშაოს, მე შექმნა დაგავიწყდეს რა და. გასაგებია. მაგიტო ჯობია ხოლმე მაინც შექმნა ხოლმე, მაგრამ მე რო დაიზეპირებ უკვე არ იქნება არანაირი პრობლემა. ოკეი, მადლობა. აქ რა გქონდა თვალსაჩინო, პირველ ინპუტში ჩაწერილი ტექსტით შეცვალეთ მეორე ინპუტის ტაიპი. მაგალითად, პირველ ინპუტში ჩაიწერა date, ამ შემთხვევაში მეორე ინპუტი უნდა გახდეს date ტიპის ინპუტი. ამ დავალებას თუ მივხვდით, როგორ უნდა გააკეთოთ? ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ კი, როგორც წინა გაკვეთილზე გავაკეთეთ ფაქტიურად იგივე რა. ხო, ონდვილაკის საშუალებით ვაკეთებთ. ახლა ჩვენი მიზანია, რომ პირველ ინპუტში მაგალითად მე რომ ჩავწერ files მეორე ინპუტი რომელიც გვექნება ის ინპუტი გახდეს file ტიპის ინპუტი. ანუ იქ როგორც მახსოვს ცვლადი გქონდა. გამარჯობა. ცვლადი გქონდა შექმნილი როგორც მახსოვს და იღებდა მნიშვნელობას ამ ღილაკის საშუალებით და ეხა მაგალითად input-ის text inner ეს ქვია values ალბათ value იქნება. კი. values გავხდით მაგცვლაც და ეგ გადააქცევს. კი ბატონო. ხო, იდეა ეგ არის რა, ჩვენ ამენაირად უნდა გავაკეთოთ ისეთ ლოგიკა უნდა დავწეროთ, რომ input-ში რაც ჩაიწერება ტექსტი ის ტექსტი რამენაირად input-ის ატრიბუტში type-ში უნდა ჩაიწეროს. აი აქ. ხო. ეხლა ეს გვაქვს app component წერტილი spec წერტილი ts. ანუ ეს არის მეორე ფოლდერი. გამარჯობა. ეს არის ფოლდერი რაღა იყო და ფაილი, რომელიც Angular-ში გამოიყენება ტესტირებისთვის. ანუ აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ტესტები, იდეაში აქ რაღაც ტესტები უკვე გამზადებულია.
მაგრამ ეს ფაილი ჯერჯერობით ჩვენ არ გვჭირდება. მომავალი 7-8 ლექცია მინიმუმ. ამიტომაც ეს ფაილი ზოგადად შეგვიძლია ხოლმე რომ წავშალოთ. ან Angular-ის დაგენერირების დროს ჩვენ წერთ engine-ი, მე რაღაც ფოლდერის სახელს და მე შეგვიძლია დავუწეროთ გვერდზე აი ესეთი ფლაგი skip tests. და აქედან გამომდინარე ჩვენი ტესტების ფაილი არ დაგვიგენერირდება. მე შეიძლება იფიქროთ რომ ბარემ დავაგენერირებ ჩვეულებრივს და მე წავშლი ფაილსო. მაგრამ ჩვენ შეიძლება საიტზე გქონდეს რამდენიმე კომპონენტი. შესაბამისად აი ამ კომპონენტში ჩვენ როდესაც ამ კომპონენტს როდესაც დავაგენერირებთ, მოყვება ამ ტესტების ფაილი. ამიტომ შეიძლება 10 კომპონენტი შექმნათ და 10-ვეში დაგჭირდეს აი ამ ტესტების ფაილის წაშლა. ამიტომ შეგვიძლია დავუწეროთ უბრალოდ skip tests და ავტომატურად აღარ შევექმნათ. ნუ იდეაში ახლა განახეთ რა რას გვიქს. ჯერჯერობით აი ეს ამ კომპონენტ ts შეგვიძლია წავშალოთ. იდეაში დღეს მინდა რომ ჯერ დავიწყოთ გადავიმეოროთ წინა ლექციის თემა, ეს ბაინდინგები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. და შემდეგ უკვე დავიწყოთ ზოგადად კომპონენტებთან მუშაობა და განვიხილოთ აი რა არის ზოგადად კომპონენტი. იდეაში მოდი განვიხილოთ ბაინდინგი ესეთი როგორიც არის მაგალითად შევქმნი ბატონს და ახლა მე დავწერ რგოლ ფრჩელებს და კლიკს. რა შვება აი ეს კლიკი ვინმეტყვის? რა შესაძლებლობა გვექნება აი ამ კლიკის საშუალებით? რომ მაგის მერე რა მოხდეს? ხო, აი რა მოხდესში, აი მაგალითად რას გულისხმობ, აი რა შეგვიძლია რომ მოვახდინოთ. რავი, დავუკავშიროთ რომ კონსოლში რა გამოვიდეს. ხო, მაგრამ აი პირდაპირ კონსოლო იდეაში ეს არც მიცდი. არა, მაგას არ არის ჩავწერე. იქ ცვლადი რაც იქნება. მეორე ფანჯარაში რაც იქნება, ის უნდა ჩავწეროთ. ამ კომპონენტ TypeScript-ში. აი ეს title მაგალითად არა, უყურე, title რო ჩავწეროთ ჩვენ აქ. Title კონსოლში ვერ გამოგიყვანს. ანუ აი მაგალითად ახლა კლიკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რამე ფუნქცია გამოვიძახოთ. გახსოვთ ფუნქციას რა ქვია? იმ ფუნქციას რომელიც იმყოფება ობიექტში რა ქვია? ამ ფუნქციას როგორც უკვე გითხარით, აი ახლა ჩვენ აქ რაც ფუნქციებს შევქმნით, ისინი ფუნქციები აღარ იქნებიან უფრო სხვა სახელით მოიხსენიებთ. და აი რა სახელი იყო წინა ლექციაზე მაგას ვეძახით. ეს იყო მეგობრებო მეთოდი. ანუ ფუნქცია, რომელიც იქნება ობიექტში, არის მეთოდი. ეხლა ჩვენ გვაქვს კლასი, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ და გაითვალისწინეთ, რომ კლასი არის იგივე ობიექტი და შესაბამისად აქ თუ მე ფუნქციას შევქმნი, ეს იქნება მეთოდი. მაგალითად log data მაგალითად ფუნქცია შევქმნი და აქ ნებისმიერი რამე შემიძლია შევქმნა, ხო? ან ნებისმიერი ინფორმაცია შემიძლია შემოვიტანო, გავიტანო და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ანუ აქ რა მოქმედებასაც ჩავწერ, ეს მოქმედება შემიძლია გამოვიძახო. ხო, ფუნქცია. ანუ მაგალითად ახლა აქ log data-ს სახელი რო დავწერო და ვჩილები, ჩვენ როგორც ჩვეულებრივ JavaScript-ში ვიძახებთ. ისე ვერ გამოვიძახოთ ამ ფუნქციას. ეს ფუნქცია ან უნდა გამოვიძახოთ კლიკის საშუალებით. ან კიდევ იდეაში ბევრი ბაინდინგის მეთოდია, რომელსაც დროთა განმავლობაში განვიხილავთ. ან მაგალითად შეგვიძლია რომ პირობითად ავქნათ.
როგორ უნდა გამოვიძახოთ კიდე წინაზე განახეთ. აი მაგალითად ავტომატურად რო იყოს ფუნქცია გამოძახებული, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა ესე პირდაპირ არ დავწეროთ. ახსოვთ? უნდა შევქმნათ ესეთი მეთოდი, როგორიც არის კონსტრუქტორი. ნახეთ? კონსტრუქტორი არის კლასის მეთოდი, ანუ კლასში თუ ჩვენ შევქმნით კონსტრუქტორს, მეთოდს თუ დავარქმევთ ახალ კონსტრუქტორს. ესე იგი ეს კონსტრუქტორი იქნება ისეთი მეთოდი, რომელიც ამ კლასის დაგენერირებასთან ერთად, ანუ ეს კლასი ხო შეიქმნა და როდესაც ამ კონსტრუქტორს აიკითხავს კოდი, ავტომატურად გამოგვიძახებს. ანუ ნებისმიერი ფუნქცია მე აი აქ მეთოდი რაც არ უნდა შევქმნო. იმ ნებისმიერ მეთოდს დაჭირდება გამოძახება. ხო, ეხლა log data-ში მაგალითად მე რომ თქვა რომ კონსოლში დამელოგება მაგალითად 1-იანი, მოდი live server-ი გავხსნათ. ტერმინალში უნდა შევიდეთ და დავწეროთ ng serve და live server-ი გაგვეხსნება. ეხლა მე იდეაში ბრაუზერიდან აქ ავტომატურად localhost-ზე გადავალ. ნუ იდეაში ng serve-ს რო დავწერთ, სანამ ის დაგენერირდება, შეგვიძლია რომ არ დაგენერირდა live server-ი. ნუ ტერმინალს გავხსნე, ხო, უკვე დაგენერირდა. ნახეთ, ნუ იდეაში მისამართი არის localhost 4200, ამიტომაც ნუ მე მისამართი უბრალოდ შემიძლია localhost 4200 ჩავწერო და გადავყიდო. Inspect ელემენტი გავხსნათ კონსოლი. ნუ იდეაში არაფერი არ ხდება ახლა, იმიტომ რომ სად არის ხო? ნახეთ, მე მეთოდში log data-ში ვეუბნები რომ კონსოლში დამლოგე 1-იანი. მაგრამ ეს 1-იანი რატო არ გამოდის? გამოძახებული არ არის და იმიტომ. კი ბატონო, გამოძახებული არ არის. მაგრამ მე კონსტრუქტორში რომ რამე ჩავწერო, მაგალითად console.log 2-იანი. როგორც ხედავთ, ეს 2-იანი გამოგვივიდა. იმის და მიუხედავად, რომ კონსტრუქტორი არსად არ ყავს გამოძახებული. ანუ კონსტრუქტორი არის ესეთი მეთოდი, რომელიც ავტომატურად გამოიძახება კლასის დაგენერირებისას. და ჩვენ თუ გჭირდება, რომ რაიმე ფუნქცია ავტომატურად იყოს გამოძახებული, მაგალითად აი ეს log data მეთოდი იყოს გამოძახებული ავტომატურად და არა მაგალითად აი აქ კლიკის საშუალებით, ეხლა log data რომ ჩავწერო, პირველ რიგში მოდით განვიხილოთ, რომ კლიკის საშუალებით ვეუბნები რომ მინდა გამოვიძახო ესეთი ფუნქცია, როგორც არის log data, ანუ კლიკში ავწერ უბრალოდ რა მოქმედება მინდა შესრულდეს. მე ვეუბნები რომ log data-ს გამოძახება. ხო, იდეაში თავიდან რო გადმოვიდეთ, არაფერი არ იქნება, მაგრამ კლიკმის როდესაც დავაჭერ, ღილაკს როდესაც დავაჭერ, ეს ღილაკი ავტომატურად ამუშავებს მეთოდ კლიკს, შესაბამისად გამოიძახებს log data მეთოდს და log data გვაქვს აქ წერილი app component TypeScript-ის კლასში და შესაბამისად გამოგვიძახებს აი ამ console log 1-იანს. და თუ მაგალითად კლიკით გამოძახება არ გვინდა, ღილაკზე დაჭერის გარეშე, შეგვიძლია ეს log data გამოვიძახოთ კონსტრუქტორში. ანუ კონსტრუქტორში ჩავწეროთ log data-ს გამოძახება. ეხლა აი როგორ უნდა დავწერო log data-ს გამოძახება კონსტრუქტორში თუ იცით, თუ გახსოვთ. აი ახლა ეს მეთოდი როგორ? this მაინც გქონდა this log data. კი, არა, სწორად. this წერტილი log data. ოპერატორი this. რას ნიშნავს ზოგადად ოპერატორი this? კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. ოპერატორი this-ის საშუალებით ჩვენ ვეუბნებით რომ ამ ობიექტში, ანუ ახლა ეს log data არის ზოგადი ეს მეთოდი. არის ზოგადი მეთოდი ამ ობიექტის, ამ კლასის. მაგრამ this data this-ის საშუალებით ვეუბნებით რომ ამ კონკრეტული ობიექტის მეთოდი მინდა გამოვიძახო, ანუ log data. ანუ აქ რეალურად ახლა უნდა იყოს იმ ობიექტის
სახელი, რომელი ობიექტის არის შექმნილი. მაგრამ რადგან პირდაპირ სახელი არ გვაქვს ჩვენ, პირდაპირ სახელი ობიექტის, ჩვენ ვიყენებთ ოპერატორ this. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, this-ის გამოყენება ჩვენ გვჭირდება მაშინ, როდესაც ფუნქციაში ან მეთოდში, ნებისმიერ მეთოდში არ გვაქვს რაღაც კონკრეტული ელემენტი, აი მაგალითად ეხლა ეს title-ი, მე არ მაქვს მეთოდ log data-ში, ამ მეთოდში. მაგრამ თუ მინდა რომ აი ეს აქ გამოვიყენო, აუცილებლად უნდა გამოვიყენო ოპერატორი this. იმისთვის რომ მივმართო titles. აქ რომ გქონოდა რამე ცვლადი, მაგალითად const text პირობითად. აქ უკვე აღარ დამჭირდებოდა, რადგან ამავე მეთოდში იმყოფება ჩვენი ცვლადი. მაგრამ ეს მეთოდი, რადგან იმყოფება გარეთ, ეს ფუნქცია უბრალოდ ცვლადი ბოდიში, რადგან იმყოფება გარეთ, შესაბამისად ჩვენ ჭირდება რომ მიმართოთ these titles. აქაც შესაბამისად, რადგან ამ კონსტრუქტორში არ არის შექმნილი აი ეს მეთოდი და არის აი ამ მეთოდის გარეთ. ამ შემთხვევაში ჩვენ რომ მიმართოთ კონსტრუქტორში log data-ს, უნდა გამოვიყენოთ ესეთი ოპერატორი ისევე, როგორიც არის this. ამას პრაქტიკაში კარგად მიხვდებით, იმიტომ რომ this ოპერატორს გამოვიყენებთ ძალიან ხშირად. აი როგორც HTML-ში იქნება div-ები, ისე იწერება Angular-ში this-ები. ამიტომაც შეუძლებელია რომ ვერ მიხვდეთ this-ის დანიშნულებას. და იდეაში ხო. აქ რამე კითხვა ხო არა გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. უცებრო განახოთ ჩემი ეკრანი, შეიძლება რაღაცა საუბრობთ, არ გამოდის არა და ზუსტად იგივენია თქმა. ხო? ერთამით, აქეთ გადმოვიდა. index.html და ისინი რატო გაშენ შექმნილი? მაგ ფოლდერში. მაგის პლანი. მაგის პლანი არ იქნება, მაგრამ ორი index.html-ი რო გაქვს, ეგ მაინც პრობლემა იქნება. წავშალო ისინი. წაშალ. ეგ ესენი აღარ შექმნა, შეეცადე რომ მაინც შეეცადე რა, ნუ იდეაში არ გჭირდება. live server-ზე ვერ გადიხარ? არა, კი, უბრალოდ არ გამოაქვს ლოგში. ლოგში არ გამოაქვს. აი, აბა მანახი კოდი. და ზუსტად იგივენაირად არის. ორ HTML-ი მანა. თუ არა არის HTML-ი და თუნდა. Syslog data. Log.id სწორად წერია log data მეთოდი აქ კონსოლში this log data ხო უნდა მუშაობდეს. აბა მანახი კიდევ ერთხელ. ბრაუზერი. არა, მაქინან გადიხარ live server-ზე, ეგრე არ უნდა გახსნო. იქიდან ეს რა გახსნო? არა, სათვალე აზრი არა აქვს მაქინან გახსნას. ანუ არ იმუშავებს არავითარ შემთხვევაში. ტერმინალი უნდა გახსნო. ng-სერ უნდა დაწერო მაგ. აკი ეს თუ გახსნილია? არა, მან შეგიძლია აი მარჯვნიდან ეგ ტერმინალი დახურა, აი no დაწერია. და ეგ ტერმინალი დახურე. ხო, ნუ შეგიძლია ეგრე დაწო. და აი მანდ უკვე შენ live server-ი გახსნილი გაქვს. რაღაც ასკროლი ცოტა ზემოთ. ხო, აი მაგ localhost-ზე გადადი, ახლა ეგ localhost-ი დააკვირდი. აი მაგ localhost-ზე გადადი. აბა ახლა გახსენი ტერმინალი. და აქედან ვიცი კონს. ხო, და მანდ უკვე აუცილებლად იქნება კონსოლი. აბა შემოწმე. ბრაუზერში? ხო. გასაგებია. ბადლოა. ეგ დაიმახსოვრეთ, რომ ჩვეულებრივი live server-ით ვერ არ გავალთ Angular-ზე.
ეს Angular-ის სპეციალური live server-ი უნდა გავხსნათ. კარგი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ეს კიდე აი კლიკის საშუალებით რა შეგვიძლია. აი აქ შეგვიძლია ჭალებში რომ გავაკეთოთ. კონი ეკრანი აღარ არის გაზიარებული. აუ. მე რომ მქონდა კაცი. გვაქვს კლიკი. დაგვიწერია ახლა აქ log data, ხო? კიდე რა შემიძლია აქ გავაკეთო? აი მაგალითად მინდა რომ აი ამ titles ეს მოდი ჯერ იცით როგორ ვქნათ, ეს title მინდა რომ გამოვიტანო პარაგრაფში. ამ პარაგრაფში შევქმნი ხა და მაგ პარაგრაფში მინდა რომ მქონდეს ჩვენი title-ის მნიშვნელობა, ანუ ეს კომპონენტი, folder-ის სახე. როგორ უნდა გამოვიტანო პარაგრაფში? ტექსტის სახე. კარგი, მოდი გავხსნათ ინტერპოლაცია როგორ იწერებოდა Angular-ში გახსოვთ? ორი ფიგურული ფიჩხლით. ორი ფიგურული ფიჩხლით. ნახოთ ახლა ცვლადი სახელი წამოვიღოთ title და ჩავსვათ აქ. შესაბამისად, პარაგრაფში მოდი ამას დავყო კომენტარი. ორი წამით რომ error-ი არ მოგვიგდოს. და გამოგვიდა კომპონენტი. ხო, სხვადასხვა Angular-ში ესეც საინტერესო რაღაც გვაქვს. ნახეთ. ეხლა კლიკზე გვაქვს error-ი, ხო? ნახეთ რა მოხდება. Angular-ში საერთოდ ბლოკები. live server-ი გვეთიშება, რა ჩართვათ. და გვეუბნება შეცდომის კოდს და თან გვიხსნის რა შეცდომა გვაქვს. ან თუ რამე შეცდომა იქნება ნებისმიერ მომენტში არ გაგვიშვებს Angular-ი, არ მოგწონს უფლებას რომ გავაგრძელოთ მუშაობა, სანამ წინა რაღაც შეცდომას არ გამოვასწორებთ. ანუ ერთი წამით რაღაც გქონდა შო. ეს ერთ-ერთი Angular-ის პლუსია, რომ აი ესე არ გვაძლევს შეცდომის დაშვების უფლებას. ხო, აი ახლა ეს ცვლადი title, ცვლად titles მინდა რომ შევუცვალო მნიშვნელობა. მაგალითად კომპონენტის მაგივრად მინდა მივცე ესეთ სახელი, როგორიც არის მაგალითად folders პირობითად. როგორ უნდა გავაკეთო ეს? ანუ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მე მინდა რომ ვიქით ჭალებში რამენაირად უნდა უთხრათ რომ აი ამ title-ის მნიშვნელობა შეიცვლება. ისთვის მეგობრებო, უნდა მიმართოთ სვად titles ჭალებში ვენახეთ. სვად titles მიმართავ და ვეტყვი რომ ეს სვადის მნიშვნელობა უდრის, ანუ რა უნდა გახდეს და დავწერ ჭალებს ახლა და მაგალითად გავხადოთ მნიშვნელობა folders. და რომ გადმოვიდეთ დავაჭერ click miss და შეიცვალა ჩვენი სვადის მნიშვნელობა. ანუ აქ რა მოხდა ახლა? ჩვენ გვაქვს პარაგრაფი, რომელ პარაგრაფშიც გამოყავს სვადი title-ის მნიშვნელობა. Title-ის მნიშვნელობა არის კომპონენტი. და შესაბამისად აი აქ ვიწერია, დავარეფრეშებ ჯერ თავიდან კომპონენტი. მაგრამ კლიკის საშუალებით მიმართავთ სვად titles და ვეუბნებით რომ ამის მნიშვნელობა გახდება string-ის სახით folders. შესაბამისად აი აქ ხდება ესეთი ცვლილება. დავაჭერთ x-ი აუ. ხო, და ლოქსოდესაც დავაჭერთ შეიძლება ეს მნიშვნელობა. რამე გაუგებარი ხომ არ არის აქ? რამე ხო არ დარჩა კითხვის ნიშანი?
არა. ინტერპოლაცია რატომ მივეცით ამ title პარაგრაფში? ინტერპოლაცია title-ს რატომ მივეცით პარაგრაფში? ანუ ტექსტის სახით რო გამოგვეტანა უბრალოდ ბრაუზერში. ანუ ინტერპოლაციას, აი ამ ორ ფიგურულ ფრჩხილებს, ცვადის მნიშვნელობა გამოაქვს ტექსტის სახით. მაგრამ ობიექტი რო იყოს აქ რამე ნებისმიერი, აი მაგალითად obj დრის და აქ შევქმნით ახლა ობიექტს გადავხსნით რამე მნიშვნელობას, მაგალითად name, გვექნება მაგალითად age, number-ის სახით და ეს ობიექტი რომ გამოვიტანოთ, მეგობრებო, ნახეთ, ობიექტს გამოგვიტანს string-ის სახით, შეიძლება უფრო სწორად დააკონკატინაციოს ობიექტი და გამოგვიტანოს string-ის სახით, მაგრამ მივიღებთ objects. ნუ ამ შემთხვევაში ვერ ამუშავებს ობიექტს როგორც string-ად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ობიექტის რომელიმე property გვინდა რომ ამოვიღოთ აი ამ ობიექტიდან. მაგალითად name. ნახეთ, obj.name. ეს ამისად უკვე აი ამ property-ს ამოიღებს, შეუძლებლად ამაზე პრობლემა არ ექნება. ხო, იდეაში პარაგრაფში ეს ინტერპოლაცია ჯერჯერობით მოდი დავაკომენტაროთ და იდეაში მეორე ბაინდინგის მეთოდი რომელი იყო გახსოვთ? ანუ წინაზე ეს ერთი კლიკი განვიხილეთ და კიდე მეორე რომელი იყო? აი მაშინ ეს კითხვას დავსო სვადი არა უბრალოდ აი ამ კლიკის საშუალებით, ამ ბაინდინგის მეთოდის საშუალებით. ჩვენ TypeScript-დან HTML-ში ვახდენთ მოქმედებას თუ HTML-დან TypeScript-ში? Going TypeScript-დან HTML-ში. ანუ კითხვა არის ესეთი. ჩვენ როდესაც კლიკით ვახდენთ რაღაც მოქმედებას, აი ამ ახალი მეთოდის საშუალებით. ჩვენ HTML-დან TypeScript-ში ვახდენთ რაღაც მოქმედებას თუ TypeScript-დან HTML-ში? ანუ იდეაში ლოგიკა უნდა დავფიქრდეთ, არ გჭირდებათ რომ გახსოვდეთ. ანუ ეხლა ჩვენ HTML-დან ვახდენთ TypeScript-ში მოქმედებას თუ TypeScript-დან HTML-ში? TypeScript-დან HTML-დან TypeScript-ში ალბათ ხა? არა, HTML-დან TypeScript-ში. HTML-დან. ნახეთ, ანუ უბრალოდ ლოგიკურად რო დავფიქრდით, ჩვენ ღილაკს ვაბავთ რაღაც events და ვეუბნებით რომ აი ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მოხდეს TypeScript-ში რაღაც. ხო? ანუ კლიკის საშუალებით ჩვენ ვცვლით TypeScript-ში რაღაცას. ანუ HTML-დან ვაგზავნით, წარმოვიდგინეთ მოთხოვნას TypeScript-ზე რომ რაღაც ცვლილება უნდა მოხდეს. მეორე ბაინდინგის მეთოდი, რომელიც წინა ლექციაზე გავიარეთ, ეს იყო TypeScript-დან რაღაც მნიშვნელობის წამოღება HTML-ში. ხო, მაგალითად ატრიბუტის სახით, ნუ input-ზე არის ყველაზე კარგი მაგალითი, მაგრამ ნებისმიერ ატრიბუტზე შეგვიძლია ეს გამოვყოთ, აი მაგალითად ესეთ რაღაცას გავაკეთებ ახლა მე. მე იდეაში აქ რაც დავწერე, ყველაფერს დავაკომენტარებ ახლა აქ ვიწერი. და მოდით აი რამე ფოტოს მისამართს წამოვიღებ ახლა უცბად. Image ამ ფოტოს URL-ს ავიღებ ახლა მე და აი მაგის მაგალითზე ვნახოთ. ხო, ავიღე ახლა იდეაში. გადმოვალ Visual Studio Code-ში და ნახეთ ესეც ცვლად შევქმნი მე. Image URL. უდრის და ბჭყალებში ჩავწერ ახლა ნახეთ
აი ამ მისამართს. ფოტოს მისამართს ჩვეულებრივად არაფერი განსაკუთრებული. ოღონდ ერთ ხაზზე გავუშვებ. Image URL-ი არის ზუსტად აი ამ ფოტოს მისამართი. იდეაში ეს მისამართი რომ გავხსნათ, ეს მისამართი რომ უბრალოდ რომ ავიღოთ და მაგალითად შევქმნათ img tag-ი და src-ში ჩავწეროთ აი ეს მისამართი. რა თქმა უნდა, ჩვენ საიტზე გამოგვივა ფოტო, ხო? formats დავაყენებ, ხო? გამოგვივიდა ფოტო. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ მაგალითად ჩავწეროთ აი აქ ფოტოს მისამართი, ჩვენ შეგვიძლია რომ SSRC დავაბაინდოთ, ნახეთ, ჩავსვათ კვადრატულ ფრჩხილებში, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ აქ ბრჭყალებში ჩაწერილი მნიშვნელობა აღარ იქნება string-ი. აი აქ აქამდე მისამართს წერდით პირდაპირ, მაგრამ ნახეთ, ახლა მიერობთ. რატო? იმიტომ რომ აქ უკვე მე რასაც ჩავწერ, ეს იქნება ცვლადი. ნახეთ, ანუ შემიძლია აქ image URL-ი ჩავწერო და image URL-ი რადგან ჩავწერე, აი აქ ბრჭყალებში იგულისხმება, რომ ამ ცვლადის მნიშვნელობა მიწერია. ამ ცვლადის მნიშვნელობა რა არის image URL-ის? აი ეს მისამართი, ხო? შესაბამისად, ჩვენ აქ ვიღებთ ჩვეულებრივად ფოტოს. ანუ ცვლადის მნიშვნელობა გადმოვიტანე SRC-ში. მაგრამ აქ კიდევ შემიძლია ესეთი რაღაც გქონდეს, მაგალითად შევქმნა ღილაკი, ბათონი და კლიკზე უთხრა. ოღონდ ჯერ დავაკომენტარებ, კიდე სხვა ფოტოს მოვძებ. ვისას, ნებისმიერ რამე შეგვიძლია ავიღოთ, აი მაგალითად ეს. Open image in new tab-ზე გადავა, ფოტოს მისამართს დავაკოპირებ და შეგვიძლია ახლა ამ კომპონენტ TypeScript-ში წამოვიდეთ. ახლა new აქ შევქმნი მეორე ცვლას new image URL. ხალი ფოტოს მისამართი, რომელიც ჩავწერე ამ ცვლადში. ეს მისამართი. ახლა ნახეთ რა შემიძლია გავაკეთო. ახლა მე შემიძლია კლიკზე მივმართო image URL-ს, ანუ ჩვენს აი ამ ცვლადს და უთხრა რომ შენი მნიშვნელობა გახდება მითვისების ოპერატორის ან უდრისის საშუალებით new image URL. და ახლა მე როდესაც გადმოვალ ბრაუზერში, მოდი აი დავაწეროთ. არის საშუალებით ჩამოვაგდებ ხარ. გამოდან იყოს ღილაკი და change image. და ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეგვეცვლება ფოტო. ნუ იდეაში ახლა ეს CSS-დან შეგვიძლია რამე სტილი მივცეთ, მაგალითად img text width მაგალითად 100 პიქსელი რომ ამაზე მეძე არ გაიზარდოს. ხო, ნუ თავიდან ესეთი იქნება ჩვენი ფოტო, დავაჭერ change image და გახდება ესეთი. აქ იდეაში პატარა ლოგიკას შეგვიძლია დავწეროთ. მაგალითად, შეგვიძლია აი ესეთი ფუნქცია check and change image. შევქმნათ, ამ ორ ცვლას დროებით დავაკომენტარებ ახლა და დავწერ ფოტოს შეცვლის ლოგიკას. If მაგალითად img უდრის truth. ნუ თავიდან რაღაც ცვლადი მექნება იმ img boolean-ის ტიპის, რომელიც იქნება true. მოდი თან ასევე ტიპიც ავწეროთ, რა ტიპის იქნება img true. boolean ტიპის იქნება, რომლის მნიშვნელობაც არის ახლა true. ახლა ვეტყვი, თუ img boolean არის this img boolean ბოდიშით, იქნება true. ამ შემთხვევაში ნუ უდრის true დაწერა აქ აღარ მჭირდება, იმიტომ რომ ესეც თუ true აქ შემოვა შემოწმებაში. ამიტომ უბრალოდ შეგვიძლია დავუწეროთ this img bool და თუ true იქნება ის და შემოვა აქ if-ის ბოდიში და უთხრათ აი აქ გარეთ შეგვიძლია ცვლადი შევქმნათ image URL უდრის, ნუ თავიდან ცარიელი ბრჭყალები იყოს. ან მოდი საერთოდ არაფერი არ იყოს. string-ი უთხრათ რომ იქნება. ეს ახლის ნიშანი გახსოვთ რისთვის გვაქვს?
რომ ერეროს შევცვლით იმას მნიშვნელობას, რომ მაგას ვეუბნებით. ხარნიკა, მაგრამ ზუსტად ვერთვი. ანუ მოგვიანებით ავხწერ. ხო, ну იდეაში ეგეც ის არის, მაგრამ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეგეც სწორია, მაგრამ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვაფრთხილებთ, რომ ჯერჯერობით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენს თვალს. ანუ შეიძლება ეგონოს TypeScript-ს, რომ ჩვენ ეს ცვლადი რომ შევქმნით, ეს property, დაგვაუწყდა მნიშვნელობის მინიჭება ან რამე. მაგრამ ძახლის ნიშნით ვეუბნებით, რომ არა, არ დამიწყებია ამ თვალს მე ავწე. დავუცემ მნიშვნელობას. ხო, ეხლა შეგვიძლია მიმართოთ this img URL-ს მაგალითად და უვეტყვით, რომ მნიშვნელობა ექნება აი ეს. მაგრამ სხვა შემთხვევაში ექნება აი ეს. მოვთ მიმართოთ this img URL-ს მიმართავთ და თუ false იყო, მაგალითად URL-ს მიმართავთ და ვეუბნებით, რომ სხვა შემთხვევაში ექნება ეს მნიშვნელობა, თუ ეს false იქნება. ხო? ნუ თავიდან ფოტოს გარეშე დავრჩებით, თუ ეხლა არაფერს გადავცემ. ეხლა საწყისი მნიშვნელობა შეგვიძლია იდეაში მემანიჭოთ, რომ პირველი ფოტო თავიდან მაინც დაგვხდეს და ეს იყოს პირველი მნიშვნელობა. ან მეორე მეთოდსაც განახებთ, რანაირად შეგვიძლია მაგალითად ამ მნიშვნელობა გადავცეთ. და კლიკზე ვეტყვით, რომ აი ესე კი არა. image bool გახდეს სახლის ნიშანი img bool. აი აქ რა დავწერე მიხვდით? და ლოგიკა წერი. თავი რო გახადოს, თავისივე საპირისპირო. ანუ იდეაში მოკლედ რომ ვთქვათ, ეხლა img bool-ი თუ იქნება, ღილაკზე დაჭერის შემდეგ false გახდება. თუ false-ია ღილაკზე დაჭერის მერე true გახდება. ანუ true-ს და false-ს ვაბრუნებთ ღილაკზე დაჭერით რა. ანუ ვეუბნებით, რომ img bool-ის მნიშვნელობა რაც იქნება, თუ true არის, true-ს საწინააღმდეგო გახდეს. თუ false-ია, false-ის საწინააღმდეგო გახდეს. ეხლა მოდი შევამოწმოთ, დავაჭეროთ change image. არაფერი არ მოხდა, nice, რატო არაფერი ხდება? ოკეი. და თან აი ეს ფუნქცია უნდა გამოვიძახოთ ასევე. ანუ რეალურად ჩვენ აი აქ მნიშვნელობას ვსვლით, მაგრამ ასევე აი ამ ფუნქციამაც უნდა შეამოწმოს რა მნიშვნელობა იმყოფება, ხო? ანუ აქ შემიძლია დავწერო ხა წერტილ მძიმე და check როგორ გვაქვს ფუნქცია change image. Change image ფუნქციას გამოვიძახებთ. მოდი ვნახოთ ეს. დავაჭერ ღილაკს, შეიცვალა ფოტო, დავაჭერ ღილაკს, შეიცვალა, დავაჭერ შეიცვალა. ხო, ესე საინტერესოდ ვამოქმედებ. მაგრამ აქ იდეა შეგვიძლია რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აქ საწყისი მნიშვნელობა ისევ არაფერი დავტოვოთ. და change image უბრალოდ კონსტრუქტორში გამოვიძახოთ. და ამ თავიდანვე შემოწმებაზე ვყავდეს რა. თავიდანვე არ გადაეცემ ამ მნიშვნელობა x-ს. რატომ არ აქვს თავიდანვე მნიშვნელობა, რატომ არ გვჭირდება უბრალოდ ეხლა თავიდანვე მნიშვნელობა არ ქონდეს image URL-ს. მე change image როდესაც ვიძახებ, ამ მომენტში გადავცემ აი ამ ცვლადს მნიშვნელობას, რომელიც ცვლადის შემდეგ აი აქ ჩაიწერებ ეს RC-ში. ამიტომაც მე თავიდან წეგან დამჭირდა რომ მიმეცა საწყისი მნიშვნელობა იმისთვის რომ თავიდან რამე ფოტო ყოფილიყო, რადგან აი ამ ფოტოს, აი ამ ფუნქციას, რომლიდან გამომდინარეც აი ამ ცვლადს გადავცემთ მნიშვნელობას. არ იქნებოდა გამოძახებული, სანამ ღილაკს არ დავაჭერით. მაგრამ ერთხელ პირველ ჯერზე თავიდან იქნება გამოძახებული, მიეცემა საწყისი მნიშვნელობა, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ვიძახებთ აი ამ ფუნქციას ღილაკზე დაჭერით და იცვლება ფოტოები, ანუ იგივე რაღაც მოხდება ეხლა. მიხვდით ხო თუ ხო არ დაგაბნიეთ ცოტა?
მიხთ. იდეაში ოღონდ ერთი დეტალიც კიდე მინდა გითხრათ ანგულარში რა არის მნიშვნელობა. შევეცადეთ რომ პირველ რიგში გეწეროთ ცვლადები, ანუ კლასში თანმიმდევრობა რა, ჯერ იყოს ცვლადები და შემდეგ მეთოდები. ანუ თანმიმდევრობა ესე რომ გქონდეს რომ თან ცვლადები ვწეროთ, თან მეთოდები ერთდროულად არეულად. ზოგადად არ არის მიღებული კლასებში. ამიტომაც პირველ რიგში ზემოთ შეგვიძლია ცვლადები გქონდეს აღწერილი, ქვემოთ მეთოდები. პირველი მეთოდი აუცილებლად კონსტრუქტორი უნდა გაწეროს, შემდეგ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს თანმიმდევრობას. სიტუაციურად ექნება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ. ეს აი ერთ-ერთი ესეთი რაღაც. კითხვა ხო არ გვაქვს აი ამ თემასთან დაკავშირებით, ახლა რაც განვიხილეთ. მე ზოგადად დამაინტერესა, რომ ესე იგი საიტის აწყობას რო ვიწყებთ, ეგრევე ვაკეთებთ ანგულარით ყველაფერს, პირდაპირ ვაყრით. ხო, კი. აი დამიჯერე ანგულარის საშუალებით ბევრად მარტივად ხდება საიტის აწყობა. ანუ არც CSS-ი არც CSS-ი პირდაპირ აქ აკეთებ ყველაფერს რა. კი, ანუ შეგიძლია რომ თან აი მე ესე დირექტივასაც გავით, აი მაგალითად ახლა რამეს შევქმნი პარაგრაფს და ng style ესეთი დირექტივა არსებობს. ამით ამ კომპონენტში მაშინ დაგვჭირდება common module და აქ შეგვიძლია მაგალითად background color red და ანუ ეს რაღაცას გავაკეთოთ. ანუ იდეაში აქედან შეგვიძლია მე სტილების ვწეროთ. მაგალითად 50 პიქსელი. ანუ ანგულარი გვაძლევს ძალიან ბევრ რაღაცას. ძალიან ბევრ მოხერხებულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც აი მართლა სიამოვნება ხდება ანგულარზე კოდის წერა რა, იმიტომ რომ JavaScript-ზე ახლა სუფთა JavaScript-ზე რო დაწეროთ, აი ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება, ახლა აი ეს ლოგიკა რაც დავწერეთ. აი ამ ლოგიკის დაწერას მოუნდებოდით 15 წუთი. ხო, და აი პირდაპირ წერო და ახლა მე შეიძლება მეც მაგდანით რო დამჭირდა, იმიტომ რომ თან ხსნიდი და თან ვაკეთებდი მაგრამ. აი პირდაპირ დაწეროთ რა, აი გაუჩერებელად რო წეროთ 15 წუთი. და აქ კიდე პირდაპირ 2 წუთი, 3 წუთი მაქსიმუმ. ეხლა მეგობრებო ძალიან საჭირო თემა მინდა რომ განვიხილოთ ანგულარში. როგორიც არის კომპონენტები. როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს app component, TypeScript app component, HTML app component, CSS. ზოგადად, კომპონენტი ანგულარში არის. ვთქვათ, ანგულარში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ბლოკები. რომელი ბლოკებიც ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ საიტზე. აი მაგალითად მე ახლა შევქმნი ახალ კომპონენტს და ამ კომპონენტს მოვათავსებთ ჩვენ საიტზე. მე დამჭირდება ახლა ტერმინალი ამისთვის, თქვენს დაგჭირდებათ ასევე. იდეაში აი პლუს რო დავაჭერ, ერთზე node მაქვს, ნახეთ, აი აქ node რომელზეც აწერია, აი ამ ტერმინალზე მაქვს მე live server-ი გაშვებული. ახლა მეორე PowerShell-ი გავხსენი, რომლის საშუალებითაც უკვე ახალ კომპონენტს დავაგენერებ. ახალი კომპონენტი რო დავაგენერებ, ამისთვის დაგჭირდება ესეთი ბრძანება ng, ანუ ng-ის საშუალებით Angular-ს მიმართავთ, generate, ანუ დავაგენეროთ კომპონენტი, ანუ სიტყვასიტყვით ვეუბნებით რისი გაკეთება გვინდა და კომპონენტის სახელი შემდეგ. მაგალითად ეს შეიძლება იყოს პოსტი. ანუ სახელს დავარქმევ ახლა მე პოსტს. შესაბამისად დავგენერირდება post კომპონენტი. მაგრამ მე ნახეთ როგორ დავწერე ახლა ng generate component, ხო? მაგრამ იდეაში ეს ყველაფერი შეგვიძლია მარტივად დავწეროთ. ng ნახეთ gc.
ანუ ngc ნიშნავს, ანუ ng შემოკლებით generate-დან c შემოკლებული კომპონენტიდან და შემდეგ უკვე folder-ის სახელი. და დავაჭიროთ enter-ს. ჩემთან დაერორა. დაერორა? აბა გააზიარე მანახე. რა პრობლემაა? კლავერტუზე. მანამდე იმას განახ. ნახეთ, ამ post კომპონენტშიც შეგვექნა ახალი folder-ი ამში. post. ამ folder-ში რო გავხდით, გვაქვს post component CSS, post component HTML, post component spec.ts და post component TypeScript. მაგრამ აი ეს post component spec.ts აქაც შეგვიძლია წავშალოთ. ცოტა Visual Studio Code-ი გამოაშვა. რომ ძალიან ახლოსაა და Ctrl-. ახლა უირა ჩემთან ჩანდა მგონი ცუდად უბრალოდ. G და ნახე შენ ხარ არა ნახე შენ ხარ untitled folder 8-ში. ნახე მაგ folder-ში შენ წევან დააგენერირე Angular-ის folder-ი, ხო, რომელსაც დაარქვი project-ი. ხო. და აი მაგ folder-ში უნდა შეხვიდე ახლა, რომ მე ამ project folder-ში უთხრა, რომ folder-ი დაგეგენერიროს. რა შენ ახლა რეალურად არ იმყოფები თვითონ მაგ folder-ში, პროექტის folder-ში. ანუ მან თუ როგორ? ხო. CD მგონი იმაზე სხვანაირად არ არის მაგზე აბაცადე CD-ი შესვლა CD და folder-ის სახელი. არა, მან იმყოფები უკვე ნახე. აი მაგ folder-ში ხო ხარ? თვითონ project-ს რო ეხა? ხო. project-ი. ხო, აი და ეხლა folder-ში ხარ და არა, всё, მეტი არა, SRC-ში აღარ გინდა. C-წერტილი დაწერე უკან გამოდი ერთით. ხო, კი, უბრალოდ ანუ folder-ში ყავი, რომელშიც იყო Angular-ის folder-ი თვითონ რა და აი თვითონ Angular-ის folder-ში უნდა იყო და მეტი აღარ სჭირდება. არა, ხა იცი რა ქენი ერთით უკან გამოდი, რომ project-ზე დაბრუნდე. როგორ გამოვიდე? CD და გამოტოვება და წერტილი. ორი წერტილით უკან დაბრუნებას რომ. ხო, აი ეს project-ში ხარ და შეგიძლია დაწერო ng generate component. აჰა, შეგასე გავალო. Okay. ხო, ყველამ დავაგენერირე, თუმცა პრობლემა ხო არ შევექმნას ხო? მართალაც შეიქმნა. როცა დავაგენერირებ, ნახოთ. აბა? ჯერ არ დამიგენერირებია და შაბათ კვირას მოვიცლი და. ახლა ჩვენ ყოფებით post component-ში. მე ახლა აი ეს post component პირველ რიგში შემიძლია post component spec.ts on სხვა folder ფაილი არ წაგეშალოთ, ყურადღებით იყავით. post component spec.ts შეგვიძლია წავშალოთ. დავჭიროთ delete და move to resize. დავშალეთ ტესტირების ფაილი არ გჭირდება, როგორც უკვე ვთქვი. და ნახეთ post component-ში გვაქვს post component CSS, post component HTML, post component TypeScript. ანუ კიდევ ერთი ბლოკი შეგვექმნა, ანუ აქ გვქონა app კომპონენტები და აქ უკვე post კომპონენტები გვაქვს. აქ შეგვიძლია ნებისმიერი რამე შევქმნათ. ნახეთ. მაგალითად დავწერ ახლა h1 post components დავაწერა. მაგალითად აქ დავწერ შევქმნი პარაგრაფს რაღაც ლორემით. მოთ რაღაც ღილაკ შევქმნი. და ანუ HTML-ში რაღაც ავწერეთ. მოდი CSS-ს მივცეთ რაღაც ელემენტარული h1-ს მივმართოთ და color red-ი მაგალითად პარაგრაფს მივმართოთ და მაგალითად color blue და ასევე
text decoration, მაგალითად underline. ეხლა უკვე შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ რა. იდეაში ეხლა მე შემიძლია გადმოვიდე ბრაუზერში და ვნახოთ რომ ეს არაფერი არ გამოდის ჯერჯერობით. ეს post კომპონენტში ჩვენ რასაც გავაკეთებთ, ეს post კომპონენტში რჩება, მაგრამ ეხლა რამენაირად უნდა ვთხრათ თუ სად უნდა გამოვიდეს ეს post კომპონენტი. მაგალითად app component HTML-ში პირველ რიგში სანამ ამ post კომპონენტის გამოყენებას შევძლებთ. ნახეთ app კომპონენტში უნდა გადმოვიდეთ და post component TypeScript-ში გვექნება ჩვეულებრივად აი აქ როგორც კლასი არის app component TypeScript-ში app კომპონენტი. ანალოგიურად იქნება post კომპონენტში კლასი on კომპონენტის სახელი და კომპონენტი თვითონ ტექსტის სახელი. და აი ეს კლასი უნდა დავაკოპიროთ ჩვენ, ან შეგვიძლია დავიზეპირებთ, მაგრამ აი მაგალითად თუ შევქმნით რამე, მაგალითად home component კლას ექნება სახელი home კომპონენტი, თუ შევქმნით მაგალითად about component კლასის სახელი იქნება about კომპონენტი. ამიტომაც ჩვენ დავაგენერეთ post კომპონენტი და კლას აქვს post კომპონენტი და თუ დააკვირდებით ასევე ჩვენ კლას წინ უწერია export. ანუ რადგან export-ი უწერია ჩვენს კლასს, ანუ შეგვიძლია ესე იგი რომ სადღაც გავიტანოთ. და სადღაც გაგვაქვს და app კომპონენტში გვაქვს, აი აქ decorator კომპონენტში import-ი. ანუ შეგვიძლია რაღაც მივიღოთ. import-ის საშუალებით, ხო? ანუ რადგან იმ კლასს ეწერა export-ი და აქ გვაქვს import-ი. შეგვიძლია რომ აქ შემოვიტანოთ ახლა ჩვენი post კომპონენტი. ნახეთ, post comp და იდეაში რო ვწერ უკვე ავტომატურად თავაზობს რომ post კომპონენტის დაიმპორტება მინდა აქ. თავაზობს პირველ ვარიანტს. დავაჭერ ახლა მე აქ და როგორც ხედავთ ავტომატურად დაემატა და აი აქაც ზემოთ გაიწერა import. რომ დაიმპორტა post კომპონენტი from და მისამართი არის folder-ი post-ი და შიგნით არის post კომპონენტი. ეხლა უკვე შეგვიძლია ამ post კომპონენტის გამოყენება. ნუ იდეაში ახლა standalone-ზე ვართ და ამიტომაც გვჭირდება ამ ყველაფრის დაწერა. მაგრამ აი მე აგიხსნით კომპონენტს რო შევქმნით, ეს კომპონენტი ერთი რაღაც folder-ი იქნება, სადაც ერთხელ ავტომატურად დაემატება მე ეს კომპონენტები. folder-ზე არ მოგვიწევს ამის გაწერა. ნუ მე უფრო კარგად მიხვდებით ახლა. მაინც ახსნას აზრი არ აქვს. და ახლა ნახეთ რა შემიძლია. post კომპონენტში იდეაში კიდევ TypeScript-ში რომ გადმოვიდეთ, აი აქ კლასის გარდა შეგვიძლია ვნახოთ სელექტორი. სელექტორი არის app post-ი. მე თუ app component HTML-ში გადმოვალ და app-posts ჩავწერ. ნახეთ? და მოდი ზემოთ გავაკეთებ ჯერ h-ors რამეს, მაგალითად app კომპონენტს დავაწერ და ქვემოთ კიდევ set დავაკოპირო ახლა და აი აქ დავაწერ app კომპონენტ 1 და ქვემოთ კიდე h2 რომელშიც დავწერ ტექსტის სახით app კომპონენტ 2. ანუ ორ h2-ში არის ეს app post-ი მოთავსებული. მოდი ახლა გადმოვიდეთ ბრაუზერში და ვნახოთ როგორ მივიღებთ ამ ყველაფერს. ნახეთ? აი ეს არის post კომპონენტი. ზემოდან 1h2, ზემოდან მეორე h2 და ეს post კომპონენტი არის მოთავსებული აი ამ h2-ებს შორის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს კომპონენტი გამოვიტანოთ იქ, სადაც დაგვჭირდება. ანუ რაღაც სპეციალური სტრუქტურა ავწეროთ და მე ეს სტრუქტურა გამოვიტანოთ app component HTML-ში. ხო, იდეაში ახლა შეგვიძლია ცოტა ხანი შესვენება გავაკეთოთ და შესვენების შემდეგ უკვე გავაგრძელოთ აი ამ თემაზე საუბარი და განვიხილოთ ზოგადად კომპონენტები რაში გვჭირდება ესე რომ შემოგვაქვს, სად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რანაირად და რაღაც დამახასიათებლები და თვისებებიც განვიხილოთ რა აქვს კომპონენტებს. ბატონო
არა, უბრალოდ ჩემთან მაშინ შევხვდებით. რატომღაც იმპორტი ვერ გავაკეთებენ და უცებ რო განახო. კი, გაზი არის. რაინდა უნდა. ეს post კომპონენტი მიმაქვს ჩანს შე. აი აქ. ერთ წამ გიორგი არ ჩანს. რანი. როგაც შევდახნა გაზი რო შეგიძლია? კი. ეხა თუ ჩანს. აი და აქ როსო მიწითლებს. აი აქედან წამოღებულ post კომპონენტს. რატომღაც ვერ ჩაწერე. აი ოპენა არა. რაც გამოსახულებამ გაჭედა ეხა. თიწამით. შეგე. ნახე post კომპონენტს გაგიწეთლებს ეხლა აუცილებლად. იცი რატო? ჩვენ ვეუბნებით რომ მან რაღაც post კომპონენტი უნდა შემოვიდეს, მაგრამ ეს post კომპონენტი ჯერ ზემოთ აი ხედავ აი import რო გვიწერია. import კომპონენტი, import router outlet. ანალოგიურად უნდა იყოს დაიმპორტებული ეს post კომპონენტიც. ნახე ეხლა post კომპონენტზე. ხო. ან შეგიძლია მე გაწითლებული თუ იქნება უბრალოდ მაუსი მიიტანო გაწითლებულზე და quick fix დააჭირო და მე იქ ავტომატურად დაგეხმარება დაიმპორტებაში. ეხლა რა ხო და იმპორტ რომ და ვსე. მიხთ. ისე შეიძლება ეხლა რომ გამოიყო. ამას შეიძლება აი ზომა თქვა რაღაცა div-ი იყოს და div-ში გამოვიტანოთ და აი ზომაც მივცეთ მაგალითად ან რაღაც და კი, რა თქმა უნდა, აი ზუსტად მაგის ჩვენება მინდოდა ეხლა. საინტერესო. კარგი, აბა დროებით მაჩქარა. Right.
აქ ხართ მეგობრებო? კი, აქ ვართ. კი, კი ბატონო, აქ ვართ. ოკეი. ძლია ნელა გავაგრძელოთ. ხო, ანუ როგორც უკვე ვნახეთ, მაგალითად ამ პოსტი, აი ეს კომპონენტი მოვიტანეთ ამ კომპონენტში. მაგრამ მოდი აი როგორც გიორგი თქვა, ზუსტად ისე მოვიქცეთ და რამე div-ი შევქმნათ HTML-ის, მაგალითად ეკრანი არ არის გაზიარებული. მოდით რამე div-ს შევქმნი, ანუ დავწერთ წერტილი blocks გავხსნი და შიგნით მოვათავსებ app posts. აი ამ კომპონენტს. და ეხლა აი ეს ბლოკი ავწეროთ CSS-ით. ხო, მინდა კიდე რომ გაითვალისწინოთ ესეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც არის ის, რომ მაგალითად post კომპონენტის CSS-ი იქნება გამოყენებული მხოლოდ post კომპონენტ HTML-ის თეგების თეგებზე. ანუ ეს სტილები. app კომპონენტ CSS-ი იქნება გამოყენებული მხოლოდ app კომპონენტ HTML-ის თეგებზე. ამიტომაც აი აქ რაც უნდა დავწეროთ მაგალითად აი ამ app კომპონენტში ვერაფერს ვერ შევცვლით. აი, მოდ blocks მიმართავ. block და მოდი რამე სიგანე მივიცეთ, მაგალითად 1200 პიქსელი, margin 0 auto და მოდით რამე ბორდერი გავუკეთოთ. ამ პიქსელი solid red მაგალითად. 0 auto არ გვინდა 50 auto. და გადმოვიდეთ ბრაუზერში. მიახლოებული მაქვს ახლა ეკრანს გამოვწევ და როგორც ხედავთ ჩვენი კომპონენტი მოხვდა ზუსტად ჩვენი კომპონენტი მოხვდა ზუსტად აი ამ კომპონენტ app უბრალოდ ჩვენ div-ში, ბლოკში, რომელსაც შეუძლოდეთ სიგანე და შესაბამისად შეგვიძლია რომ სხვადასხვა კომპონენტი მოვაყრინოთ სხვადასხვა წერტილში. აი მაგალითად ცოტა სიგანე შევმციროთ 1200 პიქსელის მაგივრად მივცეთ 800 პიქსელი და შესაბამისად აი ამ 800 პიქსელში მოთავსდება შეგვიძლია დავუწეროთ 200 პიქსელი მაგალითად და შესაბამისად აი ამ 200 პიქსელს მოერგება და აი მაგალითად 20 პიქსელი რომ დავუწეროთ ну რა თქმა უნდა დაირღვევა ეს სტრუქტურა იმიტომ რომ მეტი ვეღარანაირად ვეღარ შევიწროვდება მაგრამ ну დაახლოებით აი მაგალითად 600 პიქსელი რომ დავუწეროთ და max width მოდით ეკრანის დაპატარავებასთან ერთად ვნახოთ როგორ მოიქცევა ჩვენი ბლოკი ან max width-ის შემთხვევაში და მოდი პანლინგების დავუწეროთ დაახლოებით 20 პიქსელი ყველა მხრივ და დავიწყოთ ეკრანის დაპატარავება როგორც ხედავთ ჩვენი აი ეს ბლოკი ჩვენივრად ატარავდება, ანუ რესპონსიულობაც აქვს იდეალურად. დაახლოებით 215 პიქსელამდე იდეალურად ჩამოდის. მოდით კიდევ ერთი კომპონენტი დავაგენერიროთ, ng generate component, მაგალითად header. ან ხო იყოს header. რაღაც გავაკეთოთ. და ჩვენი header-ი შეგვიძლია მოვათავსოთ მოდით ჯერ გავხსნით, ანუ spec.ts-ის ფაილს ავუშლი, მე ამ კომპონენტ header კომპონენტ spec.ts, ანუ ტესტების ფაილს ავუშლი აქედან. ეხლა აქ შეგვიძლია იდეაში header-ის რამე სტრუქტურა ავწეროთ, პირობითად h4-ში რამე logo name მაგალითად. იდეაში მოდით რამე now tag-ში ჩავსვათ. Now class მივცემ navigations. მოვათავსებ აქ მოვათავსებ tools class-ით navigation list რამე 4 მაგალითად 3 იყოს მაგალითად home about contact მაგალითად
და CSS-დან უცბად რაღაც პატარა სტილებს მივცემ ახლა. პირველ რიგში navigation-ს მიმართავ და width-ს ვეტყვი 100%, ანუ 100% სიგანე რომ უნდა იყავს, სიმაღლე 70 პიქსელი, display flexi, justify content, არა align items, centri, justify content, space between, ხო, და განულებას სად უნდა დავწეროთ. განულებას წერთ, სულ ქვემოთ ჩამოვიდეთ და თუ დააკვირდებით style.css. აი აქ შეგვიძლია დავწეროთ გლობალური სტილები, ანუ აქ რა სტილებიც არ უნდა დავწეროთ, მეგობრებო, იქნება გამოყენებული ყველა კომპონენტის HTML-ზე. ანუ ყველგან წავა აი ეს სტილები, აქ რასაც დავწერთ. შესაბამისად, აი აქ შეგვიძლია ესეთი განულება გავაკეთოთ. უბრალოდ გავანულოთ ასევე style type არ ვინა უბრალოდ style-ი, ნა. ვიაში ჯერჯერობით ვერაფერს ვერ შევამჩნევთ, მაგრამ ნახეთ, მოდი ჯერ კომპონენტის სანამ ბოლომდე გავსტილოთ. კომპონენტის სელექტორი ვნახოთ, app header-ი და კლასის სახელი, header კომპონენტი. გადმოვიდეთ თავარ კომპონენტში, app კომპონენტ TypeScript-ში, ეხლა აი აქ მძიმეს დავწერ, რომ შემდეგი ელემენტი დავამატო იმპორტებში, header კომპონენტი. ეხლა გამიწითლა, იმიტომ რომ აი აქ არ მაქვს დაიმპორტებული. მივიტან mouse, quick fix და add import from და მისამართი. ნუ ავტომატურად შემოთავაზე გამომესწორებინა ის შექმნილი პრობლემა. და ჩვეულებრივად დაიმპორტდა ეხლა ჩვენი კომპონენტი და შეგვიძლია app კომპონენტში სულ თავში შემოვიდანოთ მაგალითად. აქ შეგვიძლია TV შევქმნათ მაგალითად header-ი და app header. ანუ header კომპონენტ TypeScript-ში რომ გადმოვიდეთ, აი აქ ხედავთ selectors app headers. შესაბამისად, ამ სელექტორის სახელი შემოვაქვს app component HTML-ში, ანუ ძირითად ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ აი ეს app component HTML, app component TypeScript, app component CSS არის მშობელი კომპონენტების ფაილები. აქ შემოვიტანეთ header-ის სტილებით შეგვიძლია გავწეროთ, მაგალითად header-ს ვთქვათ width 100%, სიმაღლე 70 პიქსელი, მაგალითად, მოდი რამე border-ი მივცეთ დროებით, რომ გამოვაჩინოთ როგორი იქნება. ნუ 1 პიქსელი შეგვიძლია დავწეროთ და აი აქ 75 დავწეროთ. და აი აქ მოდი 4 პიქსელი. ხო, ხედავთ, აი ახლა ესეთი რაღაც მივიღეთ. დავბრუნდები, ყველაფერს გავთ შეგვიძლია შევქრო. ეს რაღაც არ ქონდა შექმნილი. Header component CSS-ში navigation-ს მივეცეთ. Space between, ნუ რაღაც ელემენტარული padding-ები მივცეთ ზემოდან და ქვემოდან 0 პიქსელი და გვერდებზე მაგალითად 20 პიქსელი. აი აქ დაშორებები შევქმნათ. 30 შეიძლება. ხო. და აი მაგალითად navigation list-საც მივმართოთ CSS-ში. Display flexi უთხრათ ამათაც. Align items centri, gap-ი 50 პიქსელი. Navigation list-ში მყოფ liebs-საც მივმართოთ, font size-ი შეგვიძლია გავუზარდოთ 25 პიქსელამდე. Pixel caps lock-ი დავწერე შემთხვევით 25 პიქსელი და ნუ საერთო ჯამში navigations არა და navigation list-ი მაგალითად cursor pointer-იც აქვს. და მაგალითად background color-ი შევუცვალოთ. navigation list-ს მიმართავდი ზოგადად, ეს უნდა მიმართოთ რა თქმა უნდა navigation-ს. ეხლა იდეაში ნახეთ, შემიძლია რომ აი აქ app component HTML shaders ეს border-ი გამოვიდო, რა თქმა უნდა აღარ გვჭირდება. და მოდი ვნახოთ. აი თუ დააკვირდებით ეხლა ჩვენი header-ი ყოველთვის იქნება აქ და შემდეგ უკვე ზოგადად რა ხდება routing-ის დროს, ანუ Angular-ის თავარ იდეას გეტყვით, აი ცოტა ხანში routing-ი უნდა ვისწავლოთ და აი მაგ routing-ის იდეაც განვიხილოთ. ეხლა მე დავაგენერირებ მეგობრებო კიდევ ერთ კომპონენტს. ng generate component მაგალითად about
და ეს about-ი დაგენერირდა, გავასუფთავოთ ტერმინალი და about-ში ჩავწერ მაგალითად ეხლა ყველაფერს space-ს წავშლი ისევე და შევქმნი რაღაც h-ს მაგალითად about კომპონენტი მაგალითად აი პარაგრაფი lore 10-ით და რამე 3 input-ი შევქმნი 2 3 ბიარებით ჩამოვყრი ახალ ხაზზე აქ რაღაც გილაკი მაგალითად რაღაც კლიკნი ანუ კიდევ ერთი კომპონენტი გავაკეთე about კომპონენტი მაგრამ მე რომ გადმოვიდი აქ about კომპონენტს რა თქმა უნდა ვერ დავინახე აი ზოგადად Angular-ის იდეა თან რა არის ახლა გეტყვით აი სხვადასხვა გვერდზე გადასვლის იდეა მაგალითად აი აქ მაქვს მე ყოველთვის მექნება პირობითად ეს თავარი header კომპონენტი მაგრამ როგორ უნდა გადავიდეთ ახალ გვერდზე ანუ თავარი იდეა იმის ახალ გვერდზე გადასვლის ჩვენ გვექნება მაგალითად კომპონენტების გაცვლა გამოცვლა ანუ მაგალითად ეხლა აქ ნახეთ რა წერია აი მაგალითად div block-ში არის მოცემული app post ეხლა მე შევქმნი about კომპონენტი რომელსაც ჯერ პირველ რიგში app component typescript-ში დავაიმპორტებ მაგალითად აქ დავწერ მძიმეს და ნახეთ იმპორტებში კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ კლასის სახელი about კომპონენტის კლასის სახელი ანუ ამ კლას რადგან უწერია ექსპორტი ანუ ეს კლასი გადის სადღაც და ამ კომპონენტში იმპორტებში შეგვიძლია მივიღოთ ეს კლასი აი დავწერ about კომპონენტს როგორც უკვე გითხარით თუ ნელ-ნელა დავუწყებთ ხელით დაწერას შემოგთავაზებთ რომ ავტომატურად დავაიმპორტოთ ან თუ პირდაპირ ჩავაკოპირებთ შეგვიძლია მივიტანოთ მაუსი ავირჩიოთ აი აქ quick fix-ი და add import from და დავწეროთ მისამართი ავირჩიოთ პირველი ვარიანტი უფრო სრულად და დაიმპორტებ ეხლა about component typescript-ში ვნახოთ selector app about ეს დავაკოპიროთ და ნახეთ ეხლა მე app post-ს დავაკომენტარებ და app post-ის მაგივრად ჩავსვავ app about-ს თეგის სახით და ნახეთ რა მოხდა რეალურად ეხლა მე ამას დავაკომენტარებ ამას გავს ეხლა ამას დავაკომენტარებ ამას გავს ანუ თავარი იდეა იმის როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა გვერდზე გადაადგილება შემდეგ Angular-ში routing-ის საშუალებით არის ასეთი რომ გვაქვს ერთი კომპონენტი რომელი კომპონენტიც მაგალითად დადის და შემოდის მეორე კომპონენტი ეხლა მაგალითად div-ში ეს app post-ი წავშალე და ჩავწერე app about-ი რომელიც შემოვიდა აქ მაგრამ ამას თუ წავშლი და ამას თუ დავუბრუნებ ეხლა ეს გამოჩნდება ზოგადად როგორც იდეაში Angular-ში სავალში ვევთქვი ჩვენ გვაქვს Angular-ში სტანდარტი რომელს სტანდარტსაც ქვია single page სტანდარტი რომლის საშუალებითაც ჩვენ ვქმნით ერთგვერდიან აპლიკაციებს single page applications შემოკლებით რაც იმას გულისხმობს რომ ჩვენ უნდა გქონდეს ერთგვერდიანი აპლიკაცია ანუ სხვა გვერდი არ უნდა გქონდეს ჩვენ Angular-ის საშუალებით ისე უნდა ავაწყოთ საიტი რომ მომხმარებელი როდესაც მოინდომებს რომ სხვა გვერდზე გადავიდეს იმის მაგივრად რომ სხვა გვერდზე გადავიდეს უბრალოდ ერთი კომპონენტი უნდა ამოვარდეს მაგალითად რაც კონკრეტული ადგილიდან და ამ კომპონენტის ადგილას შემოვიდეს მეორე კომპონენტი ანუ მაგალითად აი ახლა როგორც ერთს შლი და მეორეს უბრალოდ ერთს კომენტარი და მეორეს უხსნი კომენტარს აი ამას ნახავთ შემდეგ უკვე როგორ უნდა გავაკეთოთ მარტივად ანუ მაგალითად home-ს რო დავაჭერ მაგალითად ვეტყვი რომ აი აქ ამ div-ში ჩაიწეროს მაგალითად ეს კომპონენტი აი აქ რომ დავაჭერ მაგალითად აქ უნდა გამოვიდეს მეორე კომპონენტი აქ რო დავაჭერ უნდა გამოვიდეს აი ეს კონკრეტული კომპონენტი ანუ ღილაკზე დაჭერის საშუალებით შევძლებთ უკვე რაღაც კონკრეტული კომპონენტის არჩევას მივხვდით ხო რამე ისე ხო არ არის ან გაუგებარი ხომ არ დარჩა ახლა ამ თემაზე რაც ვისაუბრეთ
გასაგებია. ანუ ამ ყველაფერს ახლა იდეაში ყველაფერს დაწვრილებით გავuვლით. ამ Angular-ზე ძალიან ბევრი მინდა რომ ვარჯიშოთ, ძალიან ბევრი სხვადასხვა სიტუაცია რომ ნახოთ და აუცილებლად ყველაფერს ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ და აი ახლა ესეთი რაღაც მინდა განახოთ კიდე. აი მაგალითად როგორ ხდება კავშირი, კიდევ ერთხელ აგიცნით ამას, როგორ ხდება კავშირი მაგალითად ახლა შევქმნი app component, TypeScript app component HTML და app component CSS. ამ დაყოლს წავშლი. როგორ კავშირდება კომპონენტის ეს ნაწილები? თქვენ თუ გახსოვთ ჯერ მაგას გითხავთ, ან მე ვახსენე და თუ გახსოვთ უბრალოდ მახსოვს მე. არა ხო? აი მაგალითად მაქვს ერთი კომპონენტი, about component, რომელშიც გვაქვს CSS-ის ფაილი, HTML-ის ფაილი და TypeScript-ის ფაილი. TypeScript-ში ну იდეაში არც HTML-ში, არც CSS-ში არანაირი ლინკი და არაფერი არ გვიწერია სკრიპტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კომპონენტის TypeScript-ში, ამ შემთხვევაში about კომპონენტის TypeScript-ში ესეთი დეკორატორი, როგორიც არის კომპონენტი. დეკორატორი აძლევს კლას მეტაინფორმაციას. ეხლა აი მაგალითად მე თუ კლას აქედან წავშლი დეკორატორი დაერორებს. და დეკორატორი რატო გვაძლევს ერორს ახლა? რა სჭირდება კლასი? როგორც უკვე ვთქვი, კომპონენტი, ან ძაღლუკა და კომპონენტი როდესაც ვიწერია, ზოგადად ძაღლუკათი ვისწავლით ძალიან ბევრ რაღაცას. ძაღლუკა input-ი, ძაღლუკა output-ი და ანუ ზოგადად დეკორატორი. ეხლა ერთ-ერთი დეკორატორი არის კომპონენტი და რა არის დეკორატორი? დეკორატორის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია კლას მივცეთ რაღაც დამატებითი მეტაინფორმაცია. ეხლა ჩვენ ამ კომპონენტის საშუალებით რა ინფორმაციას ვაწვდით კლას, რომ ეს იქნება კლასის კომპონენტი, უბრალოდ ეს კლასი იქნება კომპონენტის კლასი და რა მნიშვნელობები იქნება? პირველ რიგში სელექტორი. სელექტორი app about მაგალითად. ეს სელექტორი გახსოვთ რაში გამოიყენება? აი ეს სად გამოიყენებთ app about მაგალითად იმპორტის დროს. არა, ნახე გიორგი, იმპორტში ვიყენებდით კლასის საქმეს. მაშინ ორე ერთი კომპონენტი თუ გვინდა რომ მეორე კომპონენტში გამოვიყენოთ, ეხლა მაგალითად მე about კომპონენტი შემოვიტანე აქ, ხო? app კომპონენტში. ვის საშუალებით შემოვიყვანე? ნახეთ. სელექტორის სახელი ეს სელექტორში რაც გვიწერია. app კომპონენტში მე ჩავწერე თეგის სახით. შესაბამისად, აი ეს კომპონენტი, მთლიანი კომპონენტი გამოგვივიდა აი ამ კონკრეტულ ადგილას HTML-ის აი ამ მონაკვეთში. ანუ სელექტორში რაც გვეწერება, აი მაგალითად ეხლა about რო ჩავწერო უბრალოდ. აი აქ დამჭირდება მარტო about-ის ჩაწერა. ნახეთ, ჩვეულებრივად გამო. ეს ავტომატურად გვიგენერირებს სახელს და ზოგადი მიღებული ნორმაა რომ app და კომპონენტის სახელი უნდა ერქვას სელექტორს. შემდეგ გვაქვს ესეთი property, კომპონენტ დეკორატორი არის ობიექტი და ჩვეულებრივად property-ები და მნიშვნელობები გადაეცემა. მერე standalone-ის მნიშვნელობას ანუ standalone არის იდეაში ახალი სტანდარტი Angular-ში, რომლის საშუალებითაც ყველა კომპონენტი გახდა დამოუკიდებელი. რას ნიშნავს დამოუკიდებელი? ადრე იყო ერთი ფაილი, აი აქ app.module.ts, სადაც გვიწევდა დაკავშირება ყველაფრის. მაგალითად, კომპონენტი რო შეიქმნებოდა, იქ ვეტყოდით, რომ შეიქმნა ესა და ეს კომპონენტი
და დეკლარაციებში გავიტანოთ. თუ დაგჭირდებოდა რაღაც მოდულის შემოტანა, იქ უნდა შეგვეტანა. მაგრამ ეხლა ყველა კომპონენტს თავისი იმპორტები ჭირდება. მაგალითად, მე რომ ეს კომპონენტი გამოვიყენო რომელიმე კომპონენტში, ამისთვის იმ კომპონენტის TypeScript-ის იმპორტი უნდა მოვძებნო და იმპორტებში გავუწევ. ну აი ამას უფრო კარგად განახებთ, კარგად მიხვდებით, ცოტა ხანი ამაზე რო ვივარჯიშებ standalone-ზე და მე no standalone-ზე რო გადავალთ. ანუ ძველ სტანდარტზეც რო ვივარჯიშებთ, აი უფრო კარგად მიხვდებით მე განსხვავებას. და აი ამ სტანდარტის მთლიან იდეას. იმპორტში გჭირდება, როგორც უკვე ვთქვი, იმისთვის რომ პირველ რიგში შემოვიტანოთ მოდულები და შემოვიტანოთ სხვა კომპონენტები. აი მაგალითად, მე თუ მჭირდება რომ აი ეს კომპონენტი გამოვიყენო რომელიმე კომპონენტში, ამ კომპონენტის კლასის სახელი უნდა ავიღო და შემოვიტანო, აი მაგალითად ამ კომპონენტში შემოტანილი მაქვს კლასის სახელებით ეს კომპონენტები. ასევე მოდულები, აი მაგალითად common მოდული მაქვს აქ დაიმპორტებული. მე თუ მჭირდება მაგალითად რომელიმე კონკრეტულად ეს რაზე გამოვიყენებთ common მოდული. მაგალითად დირექტივები არსებობს ngif, ng4 და ასე შემდეგ. ეს ელემენტები რომ გამოვიყენოთ, ეს დირექტივები რომ გამოვიყენოთ ამ კომპონენტში. მაშინ common მოდული უნდა შემოვიტანოთ. მე კიდე რაღაც რომ დაგჭირდება რაღაც დამატებითი შესაძლებლობა რომ შემოვიტანოთ. ამისთვის კიდე რაღაც მოდული უნდა დავაიმპორტოთ. და ასე შემდეგ, ანუ ამ ყველაფერში გჭირდება იმპორტები. შემდეგ გვაქვს template URL. ანუ მისამართი შაბლონამდე. ანუ TypeScript-ში ვეუბნებით რომ HTML-ის ფაილი რომელია მისამართი HTML-ის ფაილამდე და style URL-ი მისამართი სტილების ფაილამდე, ანუ ეს მისამართი უკვე არის ჩვენი მისამართი სტილება. ანუ HTML-ის ფაილამდე და CSS-ის ფაილამდე. და template-ი შაბლონი ეწოდებული შაბლონად მოვიხსენებთ HTML-ს. ანუ კომპონენტი და კლასი. ასე უკვე ხდება რაღაც ლოგიკების დაწერა, ცვლადების შექმნა და ასე შემდეგ. აი ამისგან შედგება ერთი ცალკეული კომპონენტი Angular-ში. ანუ აქ ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ცალკე რაღაც გვერდი ავწეროთ და ეს გვერდი შემდეგ შემოვიტანოთ. მივხვდით ზოგადად რა დანიშნულება აქვს Angular-ში კომპონენტს და აი ზოგადად რა არის კომპონენტი. ვით ამას ან რამე გაუგებარი თუ არის ან რამე კითხვა თუ გაქვს. არა ისეთი არაფერი. რეალურად აი ეს მთავარი თავიდან იდეების გამოყენება გჭირდება რა, ანუ მთავარი იდეა Angular-ის უნდა გავიგოთ რა არის და შემდეგ უკვე ამის საშუალებით ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ნელა გამარტივებას დაიწყებს რა, ანუ იდეაში რთული არაფერი არ არის Angular-ში. ნუ იქნება რაღაც თემები, რომელიც შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს, იმიტომ რომ რაღაც სიახლეებთან გვექნება საქმე, მაგრამ დამიჯერეთ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მოგეჩვენებათ. და აი რეალურად მართლა მიადვილებს კოდს. კარგი, იდეაში კომპონენტებთან დაკავშირებით კიდე რა შეგვიძლია განვიხილოთ. მოდით მე ამის სილაბუსს გადავიდეთ. არა ის რაც უნდა განვიხილოთ.
ხო, იდეაში კიდევ ინტერფეისების განვიხილოთ ახლა. და რა არის ზოგადად ინტერფეისი ეგეც მაგრამ. მოდით ახლა მოდი about component-ში გავაკეთოთ. მას არა app component TypeScript-ი. პირველ რამას დავწერეთ, ამას ხარ about component-იც არის ელიასუთა და აქ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს რაღაც. მოდით მე შევქმნი რამე მაგალითად user უდრის და გავაკეთებ ფიგურულ ფრჩხილებს. Users ექნება ესეთი ისე როგორც არის username-ი. მაგალითად Bob user age როგორც არის მაგალითად number-ი სახით ჩავწეროთ მოდით. 20-ის user მაგალითად an is adult რომლის მნიშვნელობაც იქნება true და ასევე შეგვიძლია დავწეროთ user country რომელიც იქნება ასევე მაგალითად ჯორჯი. აი ახლა ესეთი ობიექტი ავწერთ. ჩვენ ანუ ესეთი მომხმარებელი გამოვიტანეთ ჩვენ შევქმნით კლასში. ეხლა როგორც ჩვენ განვიხილეთ, TypeScript-ი არის მკაცრად ტიპიზირებული ენა. და როდესაც ჩვენ განსაზღვრავთ რამ ცვლადს, ანუ რამ ცვლადს ვქმნით, აუცილებლად ამ ცვლადს უნდა მივანიჭოთ ტიპები. მაგალითად, მე თუ მექნება მაგალითად username, ცალკე ახლა ობიექტის გარეთ. მაგალითად, ამ username-ს მექნება ისე Bob-ის სახელი, უნდა მივცეთ ტიპი. რა ტიპის იქნება ის? მაგალითად, ეს რა ტიპი არის? username როგორი ტიპისაა? type-ი რა? string-ია, number-ია, boolean-ია. string-ი. string-ი? ანუ ცვლადის სახელის შემდეგ უნდა დავწეროთ ორი წერტილი და string-ი. user age ცალკეულად რო ავწეროთ. აი ეს მნიშვნელობა რა. გარეთ რო დავწეროთ. იქნება მაგალითად აქ დავწეროთ user age-ია 20 და ამის მნიშვნელობა იქნება number. ტიპი იქნება number-ი. is adult-ი. უდრის true-ს მაგრამ ტიპი ამის არის boolean-ი. და user country. რომელიც იქნება ასევე string-ი, ხო? ანუ იდეაში ცალკეულად რომ დავწერე ეს ყველაფერი მე ყველაფერს ათითაოდ მივეცი ტიპი. მაგრამ ჩვენ როდესაც ვქმნით ობიექტს და აი ამ ობიექტში გვაქვს აღწერილი სხვადასხვა მნიშვნელობები, აი ამ ობიექტსაც რამენაირად ჩვენ უნდა მივმართოთ და მივცეთ ტიპები. როგორც აი აქ ცალ-ცალკე მივეცით ტიპები. ისე ანალოგიურად ამ ობიექტსაც უნდა გქონდეს ტიპები. და ამას დავაკომენტარ, სანამ ჩვენ ავწეროთ ობიექტის ტიპი. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება მეგობრებო ინტერფეისები. ინტერფეისები აქ იმპორტების ქვემოთ შეგვიძლია დავწეროთ, ნახეთ. Interface. Interface უნდა მოვუფიქროთ სახელი. მაგალითად user types. ნახეთ ინტერფეისის სახელი, როგორც კლასის სახელი იწყება დიდი ასოთი. მივეცით user types-ი, სახელი და გავხსენით ფიგურული ფრჩხილები. ეხლა ამ ინტერფეისში ჩვენ უნდა ავწეროთ როგორი ტიპის იქნება ჩვენი ობიექტი. ანუ რა property-ები ექნება, რა თვისებები ექნება და ტიპი რა ექნება ამ property-ს. მაგალითად რა გვაქვს ჩვენ ახლა user name.
რომელზეც უნდა უთხრათ, რომ ტიპი იქნება string. შემდეგ user age, რომელიც იქნება number-ი. გვექნება ასევე is adult-ი, რომელიც იქნება boolean-ი. გვექნება user entry, რომელიც იქნება string-ი. ან იდეაში აქ მძიმეები არ გვჭირდება. პირდაპირ შეგვიძლია ჩამოწეროთ, მძიმე აქ არ არის სავალდებულო. და ნახეთ, ეხლა იდეაში მე წინასწარ ავწერე ინტერფეისი, წინასწარ ჯერ ობიექტი ავწერე და მე ინტერფეისი. ნუ პირიქით ჯობია ზოგადად რომ გავაკეთოთ. და ნახეთ ეხლა ეს ინტერფეისის სახელი ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ როგორც ტიპი ობიექტს. ანუ როგორც მაგალითად username-ს მიმართავთ 2 წერტილით და ვეუბნებოდით რომ ეს იყოს string-ი, ასევე მე შემიძლია ამ ობიექტს, ამ ცვლას დავუწერო 2 წერტილი და უთხრა და გადავცე ინტერფეისის სახელი როგორც ტიპი. ანუ user types, ნახეთ. და შესაბამისად არანაირი შეცდომა ეხლა არ გვაქვს. და აი მაგალითად ეხლა მე რომ ეს ყველაფერი არ მეწეროს და აქ დამიწევდეს დაწერა. ნახეთ, user და უკვე თავაზობს რის დაწერას ვთქვი, ანუ ინტერფეისიდან გამომდინარე, ნახეთ, აქ რადგან აღწერილი გვაქვს, აქ უკვე იცის რა გვექნება. და ნახეთ ეხლა მე რომ აი აქ string-ის მაგივრად number-ი დავწერო, ნახეთ, გამიწითლა. მეჩხუბება და მეუბნება რომ შენ აღწერილი გაქვს როგორც string-ი, ამიტომაც ვერ მიანიჭებ მნიშვნელობას numbers. ნუ ჭალები და უკვე დავწერთ მნიშვნელობას. Okay, მოდით ამ ყველაფერს კომენტარებს მოვხსნი, ნახავთ რომ ყველაფერი კარგად არის. მაგრამ ეხლა რადგან ინტერფეისი ავწერეთ, ყველაფერი გვექნება აი აქ კაცრად. მე ინტერფეისში მაქვს ნათქვამი მაგალითად რომ აი ამ ობიექტს ექნება user age. რომლის მნიშვნელობაც არის number. მე თუ user age აქედან წავშლი, ნახეთ, user-ი გაგვიწითლა. და გვეუბნება რომ აი ეს property user age იძებნება აი ამ ობიექტში. ანუ არ არის აი ამ ობიექტში. და ეს გამოგრჩავა გვანიშნე. ობიექტი ამიტომაც ჩვენ უნდა დავამატოთ აუცილებლად user age. მაგრამ მე მაგალითად აქ ამ ობიექტში მომიწია რომ დავამატო ID, რომელსაც მივანიჭებ 1-ის მნიშვნელობას. ესეც იქნება შეცდომა, რადგან მე ინტერფეისში არ მაქვს აღწერილი ID. ამისად ისეთი თვისება დავამატე, რომელიც არ მაქვს ინტერფეისში. ანუ არ მაქვს ნათქვამი რომ იქნება ესეთი რამე. ამიტომაც ესეც იქნება შეცდომა. მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ ნუ იდეაში შეგვიძლია აქ დავამატოთ ID და უთხრათ რომ number-ი იქნება. ნუ იდეაში მძიმე შეგვიძლია დავწეროთ, ნუ ისედაც გააწითლებდა, ნახეთ აქედან რომ დავშალო. და ნუ ესეთ errors გვიგდებს. და იდეაში თუ დააკვირდებით, თან სიტყვასიტყვით გვეუბნება რაშია შეცდომა. ნახეთ, მაგრამ მე თუ დავამატებ აქ ისევე ვეტყვი რომ ამ ობიექტში მექნება ID რომლის მნიშვნელობაც ტიპიც იქნება number-ი, შეცდომა გაგვიქრება. მაგრამ თუ წავშლით აქედან, ახლა უკვე ობიექტს ვიწითლებს, იმიტომ რომ გვაქვს ნათქვამი რომ იქნება ID, რომელსაც მნიშვნელობად ექნება number-ი. მაგრამ წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ მე ინტერფეისი უნდა ავწერო და შეიძლება მე მქონდეს ID, შეიძლება არ მქონდეს მე ID. ანუ რაღაცნაირად უნდა ავწეროთ ინტერფეისში ID ისე, რომ უთხრათ რომ ეს არის არა სავალდებულო პარამეტრი. ანუ ან მექნება, ან არ მექნება. თუ მექნება, ოკეი, ჩვეულებრივად იყოს, თუ არ მექნება, არც ეგ იყოს პრობლემა. როგორ უთხრათ ეს? ამისთვის ჩვენ ID-ს ინტერფეისში 2 წერტილამდე უნდა დავუწეროთ კითხვის ნიშანი. და ვეუბნებით, ან იქნება, ან არ იქნება. ეხლა თუ არ იქნება, არ მექნება ID დაკომენტარებული მაქვს, თუ არ მექნება ID, შეცდომა არ იქნება აქ, თუ კომენტარს მოვხსნი, არც ეგ იქნება შეცდომა. ანუ ამის საშუალებით
კითხვის ნიშნის საშუალებით მე ვუთხარი, რომ ID არის არასავალდებულო პარამეტრი და იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ID-ს არ გადავცემ ერორი არ ამომიგდო, თუ იქნება ID, იქნება და всё, აქაც არ გვიჭირდება ერორი. მივხვდით ინტერფეისის დანიშნულებას? კი, მივხვდით. ანუ ეს ან იქნება ან არა, შეგვიძლია სხვა იმებზეც გამოვიყენოთ, ხო, მაგალითად user country-ზე და ასე შემდეგ. ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ, ოკეი. კი ბატონო, ნებისმიერ ელემენტზე შეგვიძლია გადავცეთ, არის ელემენტზე. კი. მაგალითის სახით არის მოყვანილი. ხშირად გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ანუ ძირითად შემთხვევაში, ანუ იცით როგორ ხდება, ჩვენ სერვერიდან, როდესაც გვიბრუნდება ინფორმაცია, ანუ სერვერიდან ინფორმაცია რომ მოხდა JavaScript-ზე, თუ გახსოვთ მან, მოგვდიოდა მასივი, რომელშიც გვქონდა სხვადასხვა ობიექტები გვქონდა მან. იდეაში ტიპი ერთად გვქონდათ, უბრალოდ სხვადასხვა მნიშვნელობები გვქონდა. აქ ეხლა ჩვენ იცით რა ჩვენთან იცი როგორ გვექნება? ჩვენ როდესაც სერვერიდან მივიღებთ ობიექტს, აუცილებლად უნდა ავწეროთ ეს მიღებული ობიექტი რა ტიპის იქნება. აი ეხლა მაგალითად სერვერიდან დაახლოებით ესეთი ინფორმაცია წამოგვიდა. ეხლა მე ამას იცით როგორ გავაკეთებ? დროებით დავაკომენტარე. და ესეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ, მასივი user-ი იქნება მასივი, რომელშიც გვექნება ობიექტები. მოდი აი ამ ყველაფერს ეხლა მე აი აქეთ გადმოვიდან. ისე რომ ერთ ხაზზე დავწეროთ ყველაფერი. კომენტარებს მოვხსნით ყველაფერს. და ისე გავაკეთებ, რომ ერთ ხაზზე წამოვიდეს. ყველაფერი მე არ გამოვხდეს, აი ძიმედ დავუწეროთ და აი წარმოვიდგინოთ ესეთ სიტუაცია. 3, 4, 5. მოდი user countries option შევუცვალოთ France მაგალითად. say is adult მაგალითად ეს ვიღაცა იყოს. ვიღაცა იყოს 16 წლის. მაგალითად ვიღაცა იყოს ჯორჯი. და 5-ის ხო, რაღაც ესე რა. გვაქვს მასივი, რომელშიც გვაქვს ობიექტები. ანუ იგივე დაახლოებით იგივე ინფორმაცია მოგვდის ინფორმაცია სერვერიდან. ანუ გვაქვს ერთი მასივი, რომელშიც არის ობიექტი. ობიექტები, ანუ property ერთი და იგივე ექნება ყოველთვის, მაგალითად user name-ები ყველას ექნება, ყველა ობიექტს user age-ები, user adult-ები. და ეხლა მე ტიპი რომ გადავცე user-ს, ანუ რა ტიპის იქნება ეს? ცვლადი user-ი, ხო? იდეაში გვაქვს აქ მასივში ობიექტები და აუცილებლად უნდა გადავცეთ user types. User types. მაგრამ ნახეთ, ერორია. რატომ? იმიტომ რომ ობიექტები ოკეი არის ამ ტიპის, მაგრამ ეს ყველაფერი იმყოფება მასივში. ამიტომაც რომ უთხრათ, ეს არის მასივი, რომელშიც იმყოფება აი ამ ტიპის ობიექტები. უნდა დავწეროთ ინტერფეისის სახელი და კვადრატული ფრჩხილები. ეხლა ამის საშუალებით უკვე ვაფრთხილებთ TypeScript-ს, რომ აი ამ ტიპის ინფორმაცია გვაქვს, ამ ტიპის ობიექტები გვაქვს მასივში. და შესაბამისად უპრობლემოდ გამოვიყენებთ ამას. იდეაში უცბად მე ეხლა აი აქ common modules დავაიმპორტებ და ნახეთ საინტერესო რაღაცას common module. ეხლა ვავწერეთ აი ეს მასივი თავისი ობიექტები. ნახეთ, მე ეხლა აქ შემიძლია შევქმნა რამე divi, ან იდეაში divi გავაკეთოთ. კლასით მაგალითად users და ნახეთ შევქმნი ng-force. ამას დეტალურად განვიხილავთ შემდეგ ლექციაზე უკვე. და შევქმნი let მაგალითად user of users. ანუ მე მინდა შევქმნა users-ი, users და ვარქმი მოდიენებს. და მე შევქმნი წვადი user, users-დან გამომდინარე. ეხლა ნახეთ h1 მაგალითად ან h3
და ინტერპოლაციით შემოვიტან user წერტილი user name-ი. მერე აქ მაგალითად პარაგრაფი. ისევ ინტერპოლაცია user წერტილი user country. კიდევ ერთი პარაგრაფი. user წერტილი user page. აქ შეგვიძლია გამოვუწეროთ მაგალითად სახელი ირე ანა და ასაკი. კი. და ასევე მაგალითად პარაგრაფი შევქმნათ და user წერტილი ნახეთ is adult-ი. თუ იყო true, მაშინ სრულწლოვანი, თუ არ იყო ორი წერტილი არა სრულწლოვანი. და გადმოვიდეთ ახლა აქ და ნახეთ ბოდიში კითხვის ნიშანმა ქნა ესე, ანუ ანუ ნახე აი აქ თუ იქნება კი პარაგრაფში ჩაგვეწერება სრულწლოვანი თუ არ იქნება აი აქ თუ false და არასრულწლოვანი ჩაგვეწერება კითხვის ნიშანი აკეთებს ამას თუ კი კითხვის ნიშანი ტერნარული ოპერატორი გაქვსო და პირველი true მეორე false კი ბატონო კითხვის ნიშნის შემდეგ თუ true იყო ეს გამოგვივა ორი წერტილის მერე false ვარიანტი და ეხლა აი ნახეთ იმ ობიექტს გადავუბინეთ და ყველა ის გამოვიტანით სახელი, ქვეყანა, ასაკი, სრულწლოვანი და აი ბოლოს ნახეთ ასაკი 16 არასრულწლოვანი. და ეს ინფორმაციები გამოვიტანეთ ეს მაშინ div-ში. ნუ დანარჩენი აი მაგალითად ეს div-ი შეგვიძლია გავსტილოთ ამ ng4-ზე. ბევრს ვისაუბრებთ. შემდეგ ლექციაზე კარგად ვივარჯიშებთ და დეტალურად განვიხილავთ აი ეს ng4 რას აკეთებს. ნუ იდეას თუ მიხვდით ახლა მაგალითად. ნუ რთული არაფერი არის. უბრალოდ მასივს გადაურბენთ და მასივიდან გამომდინარე ისინი რაღაც მნიშვნელობები და პირდაპირ გამოყავს ინტერპოლაციის საშუალებით ბრაუზერში. აუწყებან ბოდიში აი წეგან იცით რაზე გავჩერდი რაღაცა კითხვა მინდოდა იმაში რომ ვიყავით ინტერფეისი რო შევქმნით ხო ანუ და მასივი აი ეს კარგად ვერ გავიგე ანუ მათ შორის კავშირი ხო უყურე ჩვენ იდეაში როდესაც ჩვეულებრივად ობიექტი ავწერეთ ამ ობიექტს უთხარით რა ტიპები და მნიშვნელობები ექნებოდა მაგალითად თქვენდა user age უთხარით რომ აი აქ გვექნება user age username user age is adult user country და id ხო ეს ყველაფერი ხო ავწერეთ ობიექტზე კი მაგრამ მე თუ უთხარი ახლა აი ნახეთ ეს ყველაფერი ხო მასივში გავიტანე ეს ობიექტები მე თუ ვეტყვი რომ უბრალოდ user types-ი ინტერფეისი ექნება აი ამ სვლაც ეს აღარ გამოვასწორი, რადგან ეს უბრალოდ ობიექტი კი არ არის, ობიექტებია, ან შეიძლება ერთი ობიექტი იყოს, რომელიც არის მოთავსებული მასივში. ჩვეულებრივი. და ამიტომაც ჩვენ აი აქ დავუწერეთ ჩვენს ინტერფეის კვადრატული ფრჩხილები, ანუ მასივის ფრჩხილები და უთხარით რომ ეს user types-ი არის ობიექტის ინტერფეისი, ანუ ობიექტი მექნება აი ამ სვლათში, ესეთი ინტერფეისით, რომელიც იქნება მასივში მოთავსებული. ამ კვადრატული ფრჩხილებით უბრალოდ ვეუბნებით, რომ მასივი მაქვს, რომელშიც მაქვს ობიექტები. და ამის შემდეგ ეს აღარ გვეჩხუბება, ხო? კი. ოკეი. ეხლა მაგალითად სხვა ინფორმაციას ვეღარ შევინახავ მასივში. ეხლა მაგალითად მე რომ მასივში მოვინდო მაგალითად 5-10-15 მაგალითად hello string-ი ახორამე ბულიან ტიპის ინფორმაცია შევინახო. რა თქმა უნდა, ეს იქნება შეცდომა. იმიტომ რომ მე ინტერფეისში აქ წერილი მაქვს ის კონკრეტული ინფორმაცია, რასაც უნდა იღებდეს ეს მასივი. და შესაბამისად პრობლემას ვირიდებთ თავს. იდეაში აქ შეგვიძლია ახლა მაგალითად n-ი დავუწეროთ. მაგრამ აი ელემენტარული ამაში მაინც აღარ დაგვეხმარება, რომ აი პარაგრაფს რო წერდი, მე ხა სავარაუდოდ აი მახსოვრა და მაინც გვაჩვენებს user წერტილი არ.
ნახეთ, აღარ გვაჩვენებს წერტილს რო ვწერ, აღარ გვაჩვენებს რომელი პროპერტიები გქონდა user-ში. მაგრამ მე თუ დავაბრუნებ ახლა tips, user types. ნახეთ, user წერტილს რო დავწერ, უკვე მანიშნებს რა ინფორმაციები მაქვს. და სხვა შორის ბევრი პრობლემისგან ავირიდებთ თავს. ამ წინასწარ ვაფრთხილებთ ახლა სვლაც რომ რა ტიპის ინფორმაციას ვინახავთ მასზე და აქედან გამომდინარე უკვე ნებისმიერი ტიპიური შეცდომის დაშვება უკვე შეუძლებელია, რადგან როგორც უკვე ვიცით, TypeScript არის მკაცრად ტიპიზირებული ენა და არ გვაშვებინებს შეცდომებს ტიპებზე თუ ყველაფერი სწორად გვაქვს აღწერილი. ეს ახლა როგორც დავწერეთ ახლა ინტერფეისი და შემდეგ კვადრატული ფრჩხილები, ეს არის სწორი ჩანაწერი, რაც უკვე რის შემდეგაც უკვე ჩვენ შეცდომას ფიზიკურად ვეღარ დავუშვებთ. თუ რამე მაგალითად პრობლემა იქნება, გაგვიწითლდება, გაწითლების შემდეგ მივიტანთ მაუს უბრალოდ ამ ერორზე და სიტყვასიტყვით აგვიხსნის რაშია პრობლემა და რა არ მუშაობს და რატო არ მუშაობს. მე მაგალითად კარგად თუ ვერ გავიგეთ ეს შეცდომა შეგვიძლია მაინც დავაკოპიროთ, დავგუგლოთ და Google-ში მაინც აუცილებლად აი 100% თვითონ რომ მაგ კითხვაზე, მაგ ერორზე იქნება პასუხი, რატომ შეიძლება რატო გამოვიდა ეს ერორი და როგორ შეიძლება მაგ ერორის გამოსწორება. აი რაღაც ესეთი რამე კითხვა ხო არ გაქვთ? არა. ბატონო, დღეისთვის შეგვიძლია ამით დავამთავროთ ლექცია. შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ. კი ბატონო, დროებით განვიხილავთ სტრუქტურულ დირექტივებს და სტრუქტურულ დირექტივებთან სტრუქტურულ ორი ტიპის დირექტივები არსებობს, ატრიბუტ დირექტივები და სტრუქტურული დირექტივები და აი მაგ თემებზე დავით საუბარს. ხო. კარგი, დაგემშვიდობებით მაშინ და შევხვდებით შემდეგ ლექცია. დაგამახსენდა. შაბათს 6 საათზე შევთანხმდით, ხო ჩვენ? კი. ესე მახსოვს კი. აი პირობითად 5 შაბათისთვის რო ვქნათ პრობლემა ხო არ იქნება? ლექცია რომ შავატარავთ 6. ხო, კაი იყოს მაშინ. შაბათს არ არის. იყოს შაბათს მაშინ. მადლობა. კარგი დროებით მაშინ. აბა, კარგად დროებით. კარგად.